ხალხისათა და ძისათა და სულისაწმისათა. და ჩვენ დღეს წავიკითხეთ სახარება ხანანელი თავის შესახებ, რომელსაც ჰყავდა შვილი ძიმერ მდგომარეობას, ქალწული, ასული, ეშვანტეული, რომელიც ისეთ ძიმერ მდგომარეობაში იყო, რომ წარმოიდგინეთ დედის გული თვითონ რა ძიმერ მდგომარეობაში იყო ეს ხანანელი ქალი. სიმბოლურად ჩვენ უნდა ჩვენ ცხოვრებაში წარმოვიდგინოთ ჩვენი პრობლემები. მართლაც რამდენი პრობლემა აქვს ადამიანს, ხო? ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში. რამდენი რამეა საჭირო ჯერ უბრალოდ ყოფით ცხოვრებაში გავიღოთ. უბრალოდ ერთი ადამიანისთვის, ერთი ბავშვისთვის. წარმოიდგინეთ ახლა რამდენი რამე. საფონი, ბილის პასტა ბილის ჩოთკი, წიგნები, უამრავი რამ, ჯერ მარტო ბავშვი, ფესაცველი, დასაცველი, ჭამა, სმა. ეს მერე თუ გავითვალისწინებთ არა მარტო ერთი წევრისთვის, მრავალი ოჯახის წევრებისთვის, მერე ჩვენ რო გავდივართ გარეთ, ბრძოლისველი ძმანო და აი გავედით გარეთ სახლიდან, გავედით. ბრძოლისველი, ჯერ ეს ტრასები, ეს გზები, რამდენი უბედურება ხდება ამ გზებზე, ვინ იცის, რო გავალთ სახლიდან, დავბრუნდებით თუ არა, არავინ არ იცის. ბრძოლის ველზე გავდივართ, რამდენი პრობლემაა, რამდენი ფიქრია, რამდენი ზრუნვა, რამდენი მოგზაურობის დროს ფიქრობთ, რომ კარგად დავბრუნდეთ, კარგად ვიმოგზაუროთ, გასვლის დროს, ყველაფერზე ნერვიულობთ, ყველაფერზე. აბა ეს ცხოვრება, არა გავართ ამ ხანანელ ქალს. ამდენი მას ესეთი დიდი პრობლემა ქონდა, მაგრამ ჩვენ ვერთა დაიფაროს ესეთი პრობლემა ყველას, მაგრამ ყველა ერთად აღებული ეს პრობლემა უკვე ქმნის აი ამ მდგომარეობას, ამ მდგომარეობაში იყო ეს ხანანელი ქალი. ჩვენც ვართ ამ მდგომარეობაში და ჩვენც მივდივართ უფალთან და ვთხოვთ. მაგრამ ნახეთ რა ხდება, მე ამას ვატოვხსნი ხა დაწვრილებით, რომ ჩვენ მოვიპოვოთ ღვთის მადლით. და ვიყოთ ბედნიერი. ღვთის მადლის მოპოვებით ხდება ადამიანი ბედნიერი. დანარჩენ შემთხვევაში ის უბედურია, დანარჩენ შემთხვევაში სულ პრობლემებია, დანარჩენ შემთხვევაში ხაოსია და მოკლედ არ არის ნეტარება. აი, ხანანელი მიდის და ეუბნება მაცხოვარს. შემიწყალეო და ეუბნება თავის პრობლემას. როგორ ჩვენ მივდივართ და ვეუბნებით მაცხოვარს, აი უფალო, ახლა მიშველი უფალო ეს ჩვენ პრობლემებს ჩამოვთვლი. მაცხოვარი ხმას არცემს კანონს. ზოგჯერ ჩვენ ცხოვრებაშიც ესეა, რომ არ ვისრულდება. როგორც კანონი. და ზოგი აი აქ იტეხს ისერს და ამბობს, აი არ მისულდება, მაინც ჩემი მდგომარეობა ისე არეულია, არ მიდის სწორად ესე კი და ფარხმალს ყრის და ვარდება სასოწარკვეთ. ნახეთ, კანონელმა ეს არ გააკეთა, ამიტომ ჩვენც ესე უნდა მოიქცეთ, რომ არ გავაკეთოთ. როდესაც უფალმა არ უპასუხა კანონელს, ეს ის მდგომარეობა, როდესაც ჩვენ ლოცულობთ, მაგრამ თქვათ არ ვისულდება და არ ვხედავ წინსულს. მაგრამ ამ შემთხვევაში სასოწარკვეთილი კი არ უნდა გავხდეთ, პირიქით. ხანანელივით მოუმატოთ ლოცვას, ნახეთ, სულ ისე მოუმატოთ ხოვნას, არ დავყავოთ ფარხმალი, ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, უფალი გვისმენს. ამ ხანანელს ვეთქვა, აი, ყურადღებასაც არ მაგცეს, როგორც ჩვენ ვამბობთ, ხო? აბა რაღაც ლოცვას. მაშინ უფალი აღარც აუსრულებდა იმ ხოვნას, გამიგეთ? მაგრამ ხანანელმა ისევ თხოვა მაცხოვარს. შემიწყალე უფალო, იმდენჯერ თხოვა, რომ უკვე შეწუხდნენ მოციქულები და ეუბნებიან, რომ აღუსრული ამას თოვნაო და გაჩერდებაო და შემოგვიდგება ჩვენო და ნახეთ, ეხლა აი ჩვენ თქვა განაგზეთ ისევ ლოცვა, მაინც არ ვისრულდება. აი ეს იმის სახე. ეხლა კანანელი მაცხოვარი ნახე რას ეუბნება მოციქულებს და ესმის ეს კანანელსაც, არ არის ლამაზი, რომ მე პური მოვაკლო შვილთან და ზაღლებს გადავუდო. ესე იგი ამ ქალს მიმართა როგორ ზაღლია ესე. ანუ ეს ის მდგომარეობა, როდესაც ჩვენ გაგრძელებული ლოცვის შემდეგ არამსხო არ ვისრულდება ხოვნა, არამედ აი ესეთ მდგომარეობაში ვარ, თითქოს უფალმა მიგვატოვა, ხო გითქვია, რომ აი მე მგონი მიმატოვა უფალმა, მე მგონი აღარ მაქცევს ყურად, აი როგორ ზაღლად არ თulis შეიძლება ასე ვთქვა. ესე იგი всё, მორჩა თითქოს, მაგრამ არა. უფალი ელოდება ჩვენშიც და ელოდებოდა ხანანელში რწმენას და ნახეთ
ზაღლიო და ამ ქალმა ეს ქალი როგორ მოიქცა, ასევე უნდა მოიქცეთ ჩვენც, როცა კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა ჩვენ უნდა ამ ქალის მსგავსად მივიდე ეს ქალი და ნახე რა შეუნება. უფალო, ანუ ზაღლი ვარ, მაგრამ ზაღლიცო, აი სუფრიდან, პატრონის სუფრიდან ძლებს ხო გადმოუდებენ, მაინც ზაღსო და ძლებით ეს ზაღლი ხო ძღებაო და აი ესე შენ უფალო, მე არაფერს ღირსი არ ვარო, მაგრამ აი როგორც ნაჭამ ხორცს ძვალს გადაუგდებენ ზაღს ესე გადმომიგდე შენი მადლი, ანუ უფლის პატარა გადმოგდებული წვეთი მადლიც კი ეს უსარმაზარი რამეა ჩვენთვის ძმანო და დანო და ასე დაიმდაბლა ქანანელმა და უფალმა ნახეთ რა უთხრა უკვე უფალი ამ მოუტრიალდა ყველას და ეუნება ქანანელს სარწმუნოება მან შენ მან გაცხოვნოს შენ იყავ შენი სულის აი ძმანო და დანო და განიკურნა ასული მყის აი აღსრულება აი ურთიერთობა უფალთან აი ესე ვთქვი როდესაც ჩვენ დავინახავთ რომ ან არაფერი გვისურდა არაფერი წარმართება არა გვაქვს უნდა ვიცოდეთ რომ ეს როგორც ქანანელს ზაღლიო აი ესე გვექცევა უფალი და გვიყურებს ჩვენ უფალი რომ აი რას ვიზამ და ჩვენც ესევე უნდა უფალი ზაღლიც ვარ ყველაფრის ღირსი ვარ ჯოჯოხეთის ღირსი ვარ რომ შემიწყალ უყურთ როცა დაინახავს ესე წმენას უფალი აუცილებლად აღბისურებს შემდეგ როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ აბა მე იტყვის ადამიანი არც თუ ამონცა ღმერთმა არც სილამაზე არც სიმაღლე არც სიმდიდრე არც არავის ყვარები ვარ ჩემ ცხოვრებაში არც არტი აბა რა არის ჩემი უნდა ვიცოდეთ ძმანო და თუ ესია შემთხვევა და ესე აფიქსირებთ რომ აი ჯერთი ესე რომ თქვით ისე უნდა გავაკეთოთ როგორც ქანანელი მაგრამ თუ ასე აფიქსირებთ უნდა ვიცოდეთ ჩვენ რომ ესე იგი ღმერთი ყველაზე მეტად არის შენთან ყველაზე მეტად შენ ღმერთმა ესე ყველაფრისგან დაგიფარა და გამორჩეული ხარ შენ აი ესე უნდა ვიცოდეთ ძმანო და თუ ესია თუ რა თქმა უნდა ღმერთი მასთან არის ვინც თავმდაბალია და ვინც ღმერთს ადიდებს მაგრამ თუ მდგომარეობა ესეთია რომ შენ ხედავ არაფერში არ ახარ უკანასკნელი მათხოვარი ხარ ლაზარე ხო გახსოვთ უკ არაფერი არ გქონდა ლაზარე არც სიმდიდრე არც ცოლი არც შვილი არც ლუკმაკური არც არაფერი არც ჯანმრთელობაც კი არაფერი არ გქონდა ეგდო მონაგვის ბუნკერთან ძლივს სუნთქავდა და ეს და ადიდებდა ღმერთს და აბრაამის წიაღში ავიდა რატო თუ ესეთი მდგომარეობა გვაქვს გამოვიყენოთ როგორც კი ასეთ მდგომარეობაში ყოფი ადამიანი ადიდებს ღმერთს ის არის პირველი ღვთის გვერდით დგომი ადამიანი ასე რომ რაც არ უნდა იყოს რომ ჩვენ ვფიქრობთ რომ დაჩაგრული ვართ ამ ქვეყნა პირით თუ გამოიყენებთ ამ მდგომარეობას და ღმერთს ადიდებ პირველი რაც ხარ ასე რომ ღმერთი ისიაწყობს ამ ქვეყანას თუ ჩვენ გამოვიყენებთ ამას და ამ მდგომარეობას და სწორად მივუდგებით ღმერთს ისიაწყობს ღმერთი ამ ქვეყანას ყოველ ადამიანს შეუძლია იდგეს ღვთის გვერდით თან პირველი ღვთის გვერდით პირველი აი ოღონდ ახლა პრეზიდენტის გვერდით დგომა რო დგას ეს ხალხი და იწონებს თავს ხო გვიხარია ვიღაც დიდას რო შეგვხვდება ვიღაცები ვიყურებენ ეს რა არის კაცო ამ პრეზიდენტი ამ დიდარი ან ვინმე ღმერთთან პირველი ხარ ღმერთთან პირველი დაგლოცო გაგურთო და ქანანელის ნაირი ლოცვა მოგმადროს უფალმა და მიგვიახლოს უფალთან ვიქნებით მაშინ ღმერთთან ახლოს დაგლოცო გაგურთო